ქართველი ხელბურთელების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე 18 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა ერევანში ჩატარებულ პრემიერ-მინისტრის თასის გათამაშებაზე საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთის ასაკობრივი ნაკრები 33-28 დაამარცხეს. ჩვენი გუნდი იანვარში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს 10-12 იანვარს ტირეკალანდაძის ხელბურთელები ხორვატიაში ჰოლანდიის და მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებენ ფინალური ეტაპის საგზურს კი საუკეთესო 2 გუნდი მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ჩვენი ნაკრების, ამასაკობრივი ნაკრების როგორც ამ ტურნირში მონაწილეობა, ისე გამარჯვება, იმიტომ რომ ამან შექმნა გარკვეული мотиваციები გუნდის წევრებში, თვითონ ჩვენშიც ალბათ ყველაში ერთიანად, რომ უკვე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდში უფრო მეტი ინტენსიური სამზადისი გავაჩაღოთ. ასეთი ძლიერი ტურნირის მოგება და წარმატებით გამოსვლა არის საწინდარი, კარგი мотиваცია ბიჭებისთვის, მსმენელებისთვის, რომ თვითონაც შესარჩევ ჯგუფში, როგორც აღნიშნა გაიმართება იანვარში, წარმატებით იასპარეზონ. რთული იქნება, იმიტომ რომ ჯგუფი არის საკმაოდ იქაც ძლიერი, მასპინძლების გარდა, ხორვატების გარდა იქნება მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრები.